გავუშვი ჩაწერაზე და კი ბატონო ცოტა ცოტა რა გაკეთე იცი? ესე იგი შენ Ctrl+ დააჭირე ხელი. რომ ცოტა ეკრანი გადიდდეს. გაია ესე? არა ძალიან დიდია, კაი. Ctrl- დააჭირე. კი ბატონო, ეგ არის. საკმარისი. ხო, ეს არის მეხუთე თავზე გადავედი და ის გავაკეთე emojis. აბა ჰინტები გახსენი ერთი წუთი. ეხლა. ჰინტები, არა, ეგ ტესტებია, ზემოთ არის. აი ჰინტი. ხო. ეგ დაყენებული გექნება ხა, შენ რა თქმა უნდა, ხო? იგი ეს დავაყენე. ხო. აბა ერთი ლინკზე გადადი. იქ, უყურე? არ მანდა ხო. ეს კი გასაგები მეორე ლინკზე გითხარი. იქეთ უყურე, ჰინტებში რო ლინკი იყო იმაზე. ეხლა აღარ ჩანს ჩაიხურა ჰინტები. ხო. ცოტა ქვემოთ ჩამოდი. ხო. არა, ცოტა ხო და ზემოთ უყურე, ცოტა ზემოთ. აი იქ მე მგონი შენ არ მუშაობს ხო ეგ კოდი? ახლა რასაც თვალი მოუკარი. მუშაობს, მაგრამ ჩეკზე გამეწითლა ორი რაღაც. ხო, მე მგონი მანდ ეგ ხა თვალში რაც მოხვდა პირდაპირ, ეგ არის emojis რო არის და language უდრის Elias რო წერია, Elias ეგ ამბავი გაქვს გამორჩენილი და მაგიტო არა იმაშვება რა. კაი, მასქენი გადმოდი აბა იქ აქეთ კოდ იმაში შენს კოდში. ხო. მძიმე და ელიასი გაუწერე, სენ ერთის მერე გაწერე მძიმე, მოდი ჯერ ერთი გავუშვი ისა ჩეკი, მაინც ხა ტყილა რო არ წეროთ რაღაცები, გავიგოთ რა პრობლემა არის. ხო. გადადი აბა იქეთ. ელიას ენგლისში უნდა მიუწერო მე მგონი. გადავიდეთ იქ უყურე emojis introduction-ში. არა, იქეთ მარჯვნივ უყურე emojis 50 და რაღაცა რო წერია. არა. ხო. უყურე აქეთ ფანჯარა. მარჯვენა მხარეს შეხოშვაში დგეხარ. და მარჯვნივ ფანჯარა იმაზე გადადი. ზემოთ ფანჯარა შეიცვა, ფანჯარა ხო ქვია მაგას. ზემოთ უყურე? ეს რა ქვია მაგას? რას ეძახი შენ? მე თებს ვეძახი. ხო, თები, კი ბატონო. ხო, ლინკზე რო გადავედი, ზეგან ისევ ლინკზე გადადი, აბა აი უყურე, ჰინტებში რო ლინკი იყო ჩამაგრებული. ხო, ჩამოწი ქვემოთ. აი მოიცა ერთი წამით ეს ხო? ეგ არის. აი ეგ მოაკოპირე. და სენ ერთის მერე მძიმე დაწერე გამოტოვება და მერე დააფეისთე ეგ. დააფეისთე? კაი, აბა ხა იმასქენი ჩეკი გავუშვი. ანუ რაც არის დაკავშირებული მაგასთან წესით, ის emoji უნდა დაპრინტოს და არა თვითონ სახელი მაგ emojis. ხო, მიხდი? ანუ შენ რასაც აწვდი, ხო, ანუ იმას ბეჭდავდა და რეალურად ანუ რა, ხო და უნდა უთხრა, რომ ეგ კი არაო, მაგისი ელიასი, ანუ
რაც არის მაგასთან დაკავშირებული რა მე მგონი მაგისი მეკავშირე თუ რა ქვია მაგას ანუ რაც არის რომელი ემოჯიც არის დაკავშირებული ის დაგიბეჭდოს ეგ არის და ეგ კი ბატონო ხო რაიმე შეკითხვა ხო არ გაქვს აქ არა ეს მარტივად დავწერე სიმართლე კი ბატონო ხო უბრალოდ დოკუმენტაციის წაკითხვა რო ისწავლო ეგ მომენტი არის ამ სავარჯიშოზე ესე რომ ვთქვათ რა ხო აი თუ არაფერი შეკითხვა არ გაქვს რა ვიცი სხვა დავალება მაქვს კი ბატონო გადავხედოთ მაგასაც ახლა ჩანაწერის გათიშვას ვაპირებდი და ხო ეს არის magic ball-ი ხო magic 8 ball ანუ რა უნდა შევიყვანოთ და რა უნდა გამოიტანოს yes no და ask again later ხო კი ბატონო აბა გავშიმო ჩვენ როგორ მუშაობს მაგალითად რო წერია და მე შავ ფანჯარაში რაც წერია ეგ მაგას ემთხვევა ხო ესე რომ ვთქვათ კი დაემთხვა ცა ერთ არას გამორჩა ჩიკა მეჯიბოლ ხო ის კიდეწერა ხო არა მოიცა ერთი წამით ესენი Magic Ball Pie. მე მგონი პირდაპირ სად არა გარეთ არის. ეგ არაფერში არ დევს. მაგრამ ფოლდერის სახელწოდებით Magic Ball-ი არსებობს. არა, Magic Ball Pie. ხო, იქაც ფილმიც სასუსტად ხო? ხო არა, მე ხო მაინც შემთხვევითობის პრინციპით ირჩევს და ზუსტად მაინც არ დაემთხვევა, ანუ ხოლმე მაქედან გამომდინარე მე ვერ ხედავ ვერაფერს. მე ვხედავ ერორების გვერდს. ხო, პრინციპში ეგ არის, ანუ will be richer famous. ხო, ეგ არის რა. ეგ არის. რაიმე შეკითხვა ხო არ გაქვს აქ? არა. კი ბატონო. სხვა დავალება ხო არ გაკეთებული კიდე? 58 დავიწყე ეს, მაგრამ დამისრულებია. მოდი, აბა ერთი შემახედე, მაინც იქნება რამე გითხრა. ეგ რომელი დავალებაა? პირობა ესეთი აღარ მახსოვს. კი. ანუ შექმნით პროგრამა, რომელიც შემთხვევისობის პრინციპით აარჩევს შეჯიბრში მოგებულ მონაწილეს. პროგრამამ უნდა შეგეკითხოს სახელი იქამდე, სანამ მომხმარებელი ინფუჩი არაფერს არ ჩაწერს და უბრალოდ enter-ს დააჭერს. ამის შემდეგ შემთხვევით უნდა აირჩიოს მოგებული მონაწილე. მაგალითად enter მაგალითად მომიტანო ხო, არა, ხო მაინც ახლა ჯერ ხო არ იმას გიქცია და ანუ ჯერ ცადე დაწერა, ხო. პრინციპში ძალიან ისეთი განსხვავებულიც არ არის Magic Ball-ისგან ეგ ანუ რა თითქმის იგივე ნაირად შეიძლება მაგისი დაწერა და ცადე ჯერ დაწერა და მერე ვნახოთ. კი ბატონო. მაშინ არა, მეტი არა. კი ბატონო, მაშინ გავთიშავ ჩანაწერს.